ამ დღეს უსმენდი მეუფე იოანეს ქონდა რაღაც ინტერნეტში დაიდო ესეთი რამ რომ მეუფე იოანე გამრეკილე იძახის რომ ჩვენ ვიყავით მისული განათლების სამინისტროში და შევთავაზეთ ესეთი მოდელი რომ საღვთოს ჯული თუ ანუ ჯულის სწავლება ყოფილიყო სკოლებში და ასე უთხარით განუცხადეთ ის რომ ეს მოდელი ზოგადად ევროპაში ყველგან მიღებულია და ყველა ევროპულ ქვეყანაში ეს ხდება ეს იძულებით არ ხდება ეს შობლის და მოსწავლის თუ სურვილი ექნება და იქ ესე რაღაც ძალიან რაღაც ისეთი გაურკვეველი პასუხი გაქცევსო და რატომღაც აპელირება მოხდეს ამერიკის მოდელზეო და ნუ მე უფრო ეძახის რომ ამერიკა მაგ კუთხით არატრადიციონალური ქვეყანაა და ჩვენ უნდა მივმართოთ ევროპას მივბაზოთ ევროპაზე თქვენ დამოკიდება მაგას მომხრე ხარ თუ არა რომ სკოლებში ისწავლოთ რა თქმა უნდა ეს ჩვენი კანონის უფლება არის კონსტიტუციური უფლება არის ეს თუ ასეა თუ ჩვენ თulit ჩვენ ქვეყანას ქრისტიანულ ქვეყანად რა თქმა უნდა მაგრამ ის არ გამორიცხავს რომ თქვა ვინმე თუ არის ბუდისტი თქვა მას უფლება აქვს თქვა თავიშვილი გადადოს ბუდისტ ტრადიციებზე მე შემიძლია ევროპის ერთი პატარა ქვეყანა რომელიც ფართობით შეძლება ჩვენ ქვეყანას ავსტრიის მაგალითად მოვიყვანოთ იქ ნებისმიერმა ბავშვმა რომ მოითხოვოს ხაზოსმა მოითხოვოს თქვა თავისი ამსარებლობის მიხედვით თქვა განათლება რომ მიიღოს მისცეს თქვა ამ ამსარებლობის კონფლიქტის წარმომადგენელმა ნებისმიერ ერთი ბავშვი რო იყოს, თქვა ბუდისტი იქნება ეს თუ იეჰოვას მოწმე იქნება ეს თუ ქრისტიანი მართლმადიდებელი იქნება თუ სხვა და სხვა სახელმწიფო აფინანსებს აი ამ ასწავლებლის სკოლაში მიყვანებას. და ჩვენი სასულიერო პირები გასწავლიან სხვადასხვა ავსტრიის სკოლებში, სადაც ქართველი ბავშვები სწავლობენ მათი მოთხოვნით საფუძველზე და ეს ანაზღაურებადი სამსახური არის ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან. ეს ხდება ავსტრიაში ხალხო და ჩვენ გადაგვემართა საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანებს, გინდა სახელმწიფოს სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს და გინდა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რა. თუკი ავსტრიის კანონმდებლობა გარანტირებულად აძლევს საშუალებას თავის სკოლებში მოსწავლე ნებისმიერ ამსახვრის მქონე ადამიანს რომ მიიღოს ის ამსახვრობაზე ინფორმაცია და განათლება რაც მას უნდა ჩვენ გადაგვემართ ხალხო ჩვენ ამით რას ვამბობთ რომ ჩვენ ვართ სუპერ დემოკრატიული ქვეყანა თუ რა ეს დემოკრატიულობა არის თუ პირიქით ადამიანების უფლებების შელახვა არის პირიქით არადა კონსტიტუციაში გარანტირებულია რელიგიური ამსახვრობის უფლება, ანუ სინდისის თავისუფლება და თუ გარანტირებულია კეთილი ინებოს სახელმწიფომ და უზრუნველყოს იმ მოქალაქეების სურვილი სკოლაში და დაუშვას. ჩვენ არ ვთხოვთ, რომ მაინდა-მაინც სახელმწიფო ანაზღაუროს, თუმცა რეგიონები ყველგან ასე არის. მაგრამ ამაზეც არ მიდიან. პირიქით, რაც კი ხატები იყო ეკლესიის და სკოლებში და საბავშვო ბაღებში ყველაფერი რემონტის საბაბით თუ მიზეზით თუ ამით ყველა ეს მართლმადიდებლური ატრიბუტიკის მატარებელი სიმბოლოები, სიწმინდეები გატანილი იქნა ამ საჯარო სკოლის დერეფნები იქნება თუ ოთახები იქნება თუ საბავშვო ბაღები იქნება. პირიქით გატანილი იქნა და ჩვენ გამოდივართ რომ ცხოვრობთ 2000 წლოვან ქრისტიან ქვეყანაში და ევროპა და ავსტრია კიდე სადღაც წაში დაარბიცება რა. მაგათთან დაკავშირებით უნდა დამეკითხა, გაატარებინეს ერთი პერიოდი სკოლიდან, კლასიდან აღებინდა და სამეფოში ჩავიტანეთ თუ ვაკე სამეფოში ხატები. მე ვიცი, ყველგან გაიტანეს ყველა ხატები, ყველა სკოლიდან. ბატონი შაშკინის პირდაპირ ინსტრუქცია იყო თუ ირიბი მნიშვნელობა აქვს, ფაქტი ასეთი არის რა. საბავშვო ბაღებიდან, სკოლებიდან გაიტანეს არგუმენტი არ მოყოს რემონტი. რემონტი. შეიძლება დაგვიდეს. უკან მე კიდევ რა ახლა